სახელით ამ ამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენ თავნაარს მერწმუნ. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა მოციქულთა სწორის ქართველთა დედის ნინოს სახელზე. ეს ტაძარი გვერდზე არის მე-6 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც აშენებულია პიროს ბრეთელის დროს. შეიძლება მისი ხელმძღვანელობითაც აშენდა. დღეს თქვენ წაკითხული სახარებიდან მოისმინეთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ ქვეყნად მოდის იმისათვის, რომ ცხოვრდეს და გადარჩეს. თქვენ დღეს მოისმინეთ, რომ ვინც ესე იგი მოისმენს ღვთის სიტყვას, მან ის უნდა დაიმარხოს და აღასრულოს. აი ეს ასეთი ადამიანი არის ბედნიერი და ნეტარი. სამწუხაროდ უმრავლესი ჩვენგანისა ხშირად მიწიერი საზრუნოებით ვართ დაკავებული. ღმერთისთვის აღარ ვცალია. აღარ ვფიქრობ ჩვენს უკვდავ სულზე. და ხშირად მიშვებული ცხოვრებით ცხოვრობთ. მაგრამ მადლობა უფალს, რომ მაინც გვახსენებს უფალი, რომ შენ ხარ ადამიანი, შენ გაქვს უკვდავი სული. შენ უნდა ცხოვრდე და გადარჩე. აი, კარგად რომ წარმოვიდგინოთ საიქიო ცხოვრება, გინდ ჯოჯოხეთი, გინდ სამოთხე. აი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდეთ. ყველაფერზე წავალთ. რომ კარგად რომ გავიაზროთ რა არის ჯოჯოხეთი და იქ რო არ მოხვდეთ, აი ყველაფერზე წავალთ. მთელი ცხოვრება ვიმარხულეთ, მთელი ცხოვრება თავდახრილები ვივლით, რომ არ განვიკითხოთ სხვა. და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ კარგად გავიაზრებთ სამოთხის ნეტარებას, როგორც აი პავლე მოციქული მე-13-მდე იქნა აღწევნილი და იქ სამოთხის ნეტარება იგრძნო. ესე იგი, ამ შემთხვევაში ოღონდ იქ მოხვდეთ და ყველაფერზე წავსული ვიქნებით. სიკვდილზეც კი, როგორც აი ბავშვებიც კი ეწამებოდნენ, აი როგორც კვირიკე და ივლიტას ცხოვრებიდან ბავშვი ეწამა ქრისტესთვის. მეც ქრისტიანი ვარ, დედასთან მიმიშვითო. რამდენი ახალგაზრდაა წასული ამ ქვეყნიდან მოწამეობრივი ღვაწლით, რომ მიწიერი არაფერად არ ჩათვალა და ყველანაირად